მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ლანო წურწუმია, სტილისტი, კოლორისტი. მე მინდა ვისაუბრო დღეს ჩემთვის ყველაზე საყვარელ წიგნზე. არ ვიცი ახლა ეს რამდენად თქვენთვის საყვარელი და საინტერესო იქნება, მაგრამ იმასაც ჩაურთავ, რომ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ბოლოს დიდი ხანია წიგნი არ წამეკითხავს, მაგრამ რაც აი ესე გამომყვა ბავშვობის პერიოდში წაკითხული წიგნებიდან ყველაზე მეტად და კარგად და ცოტა ემოციურადაც მახსენდება, ეს არის წიგნი შარლოტა ბრონტეს ჯეინ ეარი. სიმართლე გითხრათ, მე ძალიან პატარა ასაკში წავიკითხე ეს წიგნი და ვფიქრობ დღევანდელი გადმოსახედიდან ალბათ ცოტა იმიტომ დავისტრესე, რომ ეს უფრო დიდი ასაკისთვის იყო გათვლილი. თუმცა ეს სტრესი არ იყო იმდენად დამთგუნველი, რამდენადაც უფრო საინტერესო, რადგან ძალიან დიდი ემოცია გამოიწვია ჩემში. ძალიან რადიკალურად შეცვალა ჩემი შეხედულებები, მიუხედავად იმისა, ძალიან ბევრი რამ გავაპროტესტე ამ წიგნთან დაკავშირებით და ასევე მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი და ჯერ ვერ ხვდებოდი საერთოდ რატო, როგორ, რანაირად, მაგრამ თან და თან როცა უკვე ვიზრდებოდი და კიდევ უფრო ბევრს ვკითხულობდი სხვადასხვა წიგნებს, სხვადასხვა ნაწარმოებებს და უკვე ზრდასრულ ასაკში გავიაზრე და ასევე ჩემს პირად ცხოვრებაშიც გამოვიარე რაღაც ნაწილი ამ წიგნიდან გავიარე. მე ვიფიქრე, რომ და მივხვდი, რომ ყველაზე საინტერესო წიგნი იყო, ყველაზე მნიშვნელოვანი და რაღაცა კარგი ესე რომ ვთქვათ. არ ვიცი, ეხლა თქვენთვის რამდენად საინტერესო იქნება, მაგრამ მე ვიტყვი იმას, რომ ზოგადად ყველა ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის იმ წიგნების კითხვა, რაც რა თქმა უნდა ცხოვრებაშიც გამოგვადგება და რაღაცა მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის. და ყველაზე მნიშვნელოვანი იცით რა იყო? ანუ რატომ ესე ძალიან აღვთოვანდი და რატომ მე რაღაც ეტაპების მერე გამახსენდა ეს წიგნი კიდევ ერთხელ. მოგეთ ფაქტიურად ასეა თუ ისე, ჩემს ცხოვრებაში მოხდა ესეთი რაღაცა, რომ თითქოს დაახლოებით რაღაც ესე პატარა ჯეინი ჟარგონს გამოვიყენებ, გავიჩითე, ალბათ ესე რომ ვთქვათ, ჭყალებში რო ჩავსვათ. და ჩემს ცხოვრებაშიც ესეთი საინტერესო ისტორია გადამხდა. მეც ესე ასაკით ძალიან დიდ მამაკაცს, ანუ ზრდასრულ ადამიანს შევხვდი და უფრო მეტად გაიღვიძა ჩემში, უკვე შემიყვარდა კიდე სხვანაირად ეს წიგნი, იმიტომ რომ აი ზუსტად იმ ბავშვობაში, რასაც ვკითხულობდი, რა მნიშვნელოვანი რაც იყო ჩემს ცხოვრებაში, ის იმ წიგნში, რამაც ცოტა დამსტრესა, იმიტომ რომ რატო ეს ასაკიანი მამაკაცი ამ პატარა გოგოსთან, ეს ყველაფერი მე ცხოვრებაში გამოვიარე და უკვე ის სტრესიც მომეხსნა, ისიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ უკვე სხვანაირად შევხედე ამ ყველაფერს და ყველაზე კარგად რაც მახსენდება, ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქალებს, ადამიანებს, ან გოგოებს, ესე რომ ვთქვათ, ბევრად უფროსი არა, მაგრამ აუცილებელია უფროსი ადამიანი ყავდეს გვერდით. მე ხა არ გადავუხოთ თემას, იმიტომ რომ არც იმისკენ მოგიწოდებთ, რომ აუცილებლად ბევრად თქვენზე უფროს ადამიანს გაყვეთ ცოლად თუ როგორ არის, მაგრამ მოკლედ ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი, ესე მოხდა, რომ მეც პატარა ჯეინი ეარი გავხდი და ძალიან საინტერესო ცხოვრება მქონდა. მე ბევრს აღარ გავაგრძელებ ამ თემასთან დაკავშირებით. ერთადერთი რასაც ვიტყვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის და განსაკუთრებულად მოვუწოდებ იმ ახალგაზრდებს და იმ ბავშვებს, ჩვენს შვილებს, ყველას მოვუწოდებ იმას, რომ მნიშვნელოვანი არის ძალიან ვიკითხოთ ბევრი წიგნი. არა იმიტომ, რომ წიგნს წავიკითხავთ და განათლებული ვიქნებით, არა იმიტომ, რომ ცხოვრებაში ძალიან ბევრ რაღაცას გვასწავლის, ძალიან ესეთ აგვიხელს ბევრ რაღაცაზე თვალს და ძალიან მნიშვნელოვანი არის. რაც შეეხება ეხლაც დიდი სიამოვნებით გავაგრძელებდი წიგნის კითხვას, უბრალოდ მართლა ფიზიკურად დრო არ მაქვს და მე მინდოდა კიდევ ბევრი მესაუბრა სხვადასხვა წიგნებზე, მაგრამ თავს აღარ მოგაწყენთ და დაგემშვიდობებით ამ რაღაცა პატარა ლამაზი ისტორიით.